ესენი არ არიან მაღალჩინოსნები, ეს არიან რუსულად უნდა დაუძახოთ მათ სახელი ნაიომნიკები, ბიძინა ივანიშვილის ნაიომნიკები, პირადი ლიჩნიკები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბატონის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, ხედავთ მარსს და ხედავთ მანქანებს, რომლებიც აი ყველა ჩამლელი მანქანა ესე სიგნალებით ესალმება მარსს, რომელიც მიუყვება ახლა დიღმის გზას. ძალიან მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ეს მარსი ჩაფიქრებული იყო, თუმცა თბილისის მოლთან მოხდა ისე, რომ თავად სპეცრაზმა გადაკეტა სრულიად გზა. გადაკეტა ისე, რომ მანქანების მოძრაობა შეუძლებელი იყო, მოქალაქეებს ეს არ ქონიათ გეგმაში, ფაქტობრივი მოცემულობა იყო, რომ ორივე მხარეს კორდონი შექმნა სპეცრაზმა და გადაკეტეს სრული გზატკეცილი. დაკავებულია პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები ძალადობრივად, რომელზეც ძალადობს პერსონალურად ხარება. ეს არის პატარა ბიჭების კომპლექსი, რომელსაც ისინი გამოხატავენ ძალაუფლების ნაწილში, რომ გასვარონ ყველა და აჩვენონ, რომ ეს ძალადობა არის მათი სტანდარტი და კი ქართული ოცნების სტანდარტად ჩამოყალიბდა კორუფცია, ძალადობა, რუსული გადაწყვეტილებები, რომელსაც უპირისპირდება ეს მოქალაქეები ძალიან გეგმაზომიერი, სტრატეგიული და გრძელვადიანი ბრძოლით. რაც მნიშვნელოვანია, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უსამართლობა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, მიიღებს ბევრად უფრო მძიმე ფორმებს. აიკრძალება არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ლოკაციებზე მანიფესტაციები და აქციების ჩატარება, არამედ აიკრძალება ყველაფერი, რაც ჭირდება დემოკრატიას. აიკრძალება საერთოდ თავისუფლება ამ ქვეყანაში. თავისუფალი იქნება მხოლოდ ივანიშვილი და მისი ბანდა. ამიტომ სხვა მოქალაქეებს თუ ვინმე ზგონია, რომ მათ კართან არ დაიჩოქებს ეს ბოროტების აქლემი, მარტივი იქნება ყველასთან მივა ის ბოროტება, რასაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არის რუსული გეგმა ამ ქვეყანაში, რომელიც არ უნდა დავთმოთ. მარტივი მოცემულობაა ჩვენთვის, ამიტომაც არ ვიღლებით, ვაპროტესტებთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ უკან დახევა იყოს იძულების ფორმა ბიძინა ივანიშვილისთვის და მას სხვა გზა არ ექნება გარდა ახალი არჩევნებისა და გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების.